აბაკულავ მარკიზი პავლუჩი, ჯუმლაყის ომი, დამარცხებული კახელები და იოსებ გრიშაშვილის წიგნი ცხოვრება ალექსანდრე ჭავჭავაძისა. ამ წიგნში ხათითად და სისტემურად და ასე დაწყობილად არ არის მოთხრობილი, მაგრამ არის ეპიზოდები, რომლებიც ბევრ სხვადასხვა წიგნში უნახავს მას, რუსი კვლევარებისაც თუ მემუარისტებისაც თუ ანგარიშების დამწერების, მაგრამ ბევრი უცნაური ქაღალდი ქონდა. თუ არა და სხვა რაც მეცნიერებსაც აქვთ ხო. ბევრს, მაგრამ ახლა ჩვენ ეს წიგნი ავიღეთ, ეგ არის გრიგოლ ბატონიშვილი, რაღა ბატონიშვილი მეფე, გრიგოლი პირველი და უკანასკნელი გრიგოლი საქართველოში ავარიისკენ გაიქცა. ეხლა აღარ მახსოვს თუ აუცდები ზაქარია ანდრონიკაშვილი დაადევნეს. ისე სალაპარაკოდ. ზაქარია იყო, მე მგონი სხვებიც მონაწილე. იმან დაარწმუნა, რომ აღარ გინდა ამ ლეკებში. ჩამოდი და ჩაბარდი. დაუჯერა და წამოყვა. და როგორც ყველა მისი ბიძა, მამა, პაპა, მამი და ბიძოლა, ბებია, ესეც გაუყენეს იქეთ რუსეთისკენ, მაგრამ ეგრე იოლად არ გამოსულა, რომ პირდაპირ აბა დასახლდი კალუგაში და 5 წელიწადში იმას მოგცემთ ორდენსა და რაღაცას. არა. პეტროზავოდსკი იყო ციხეში წელიწადამდე გაატარა, საკანში იყო და ლექსების წერით ლევდა დღეებსო ესე წერია და მერე გამოვიდა და კიდე როგორც ცხოვრობდნენ ბატონიშვილები, ესე იყო და კანხეთში კიდე დაიწყეს დამყარება წესრიგისა. რით განსხვავდება ახლა ეს პავლუჩი სხვა მმართველებისგან? კი გვახსოვს დავით ბატონიშვილისგან ტირანი და ეგზეკუციების ჩამყენ ეგზეკუტორი რა ახლა. გენერალი რომელიც მოიტანს ვარდებსა და იმებს ხო. ოხერი მაგრამ ეს კაცი სხვანაირად მიუდგა დაბოლოებას, იმიტომ რომ შეშინდა. აქ არის ორი ვერსია და ეს საინტერესო ამბავია უნდა ვთქვათ. ალექსანდრე ჭავჭავაძე ქაღალდების ხელში დაუდიოდა ეგ რასაც წერდა იქ. მაგან თავიდან დიდი პანიკა აწია, რაც ის იყო, რომ რევოლუცია ხდება, რატო ხდება ეს რევოლუცია და რომ დამთავრდა და ჩაახშვეს, ჩახოცეს და გადასწვეს და ყველაფერი დანიშნა გამოძიება. ყველას თხოვდა ეს ეხებოდა ქართულ საეკლესიო პირებს, ქართულ ოფიცრებს, ვისაც იქ გაუვლია, გლეხების საუბრებიც კი, მაზრის უფროსები, კაპიტანის ყველამ დაწერეთ, რა თქვენ რა ნახეთ და როგორ ფიქრობთ, რატო ხდებოდა ეს. ეს არის სახელმწიფო ესენი რა ქვია, ქაღალდები. აი ესენი შეკრიბა, თვითონ ხო იკითხა, მე თვითონაც დაწერა ერთი თავისი თხზულება. ეს წაიღო თუ გაგზავნა, მაგრამ უკვე მიმავალი კაცია, რაც ქართველებმა იციან და არ უნდათ. აქ კიდე ერთი პატარა ინტრიგა არის, რა ქვია. ამბობენ, რომ ასეთი კაცი იყო და ევროპულად მიუდგა, რომ იქ რო სალაპეხთა კაცი არის მთავარსარდალი და აუჯანყდა უზარმაზარი ტერიტორია იმის პირობაზე, სადაც არის და თან საპასუხისმგებლო ომი აქ იქა. აბას მირზა, ხალხი აქ ანუ დასკვეს კახეთის აი ამ აჯანყების, კახეთის აჯანყება ჯერ არ დამთავრებულა. ეს არის რა ქვია, ნახევარია. და ეს კაცი ცდილობს რომ გაასწროს რა დაძახებულია და სიხარულით წავა, მაგრამ მიაკ თავის თავზე კარგი ქაღალდები. ანუ ეს მიაკ რომ მე არაფერი ახლა ისეთი. ეს ასე მოხდა დაგროვილი პრობლემების გამო. სინამდვილეში იმისთვის უნდა ეს ქაღალდები. და იქ წერია რომ მაგ როგორი ქვეყანაა ეს თუ მანდ გლეხმა რომ ბატონი მოკლას ოჯახზე შეხებისთვის გლეხს არ კლავენ. ესენ ყველაფერი გლეხს სიკვდილით დაჯდას არავინ არ გამოუტანსო. ჩვენი ფეოდალიზმი ხო ეგეთი ადამიანის მოკლა არის ძალიან ძნელი. ისე კლავენ პოლიტიკურად, თორე სიკვდილით დაჯდა რაზე აქვს საქართველოში ვინ ერთი ერეკლემის შეთქმულებით დასაჯა, ეგ არის და ეგ და სხვას ვერ ყვებით ვერა. ამბობ დავით აღმაშენა, თავი და ეს პოლიტიკური ისინი იყო, მეფე იტყვა და მოკალით. ისე კაცის დაჯდა სიკვდილით თითქმის შეუძლებელია რა, ისეთი ქვეყანაა რა. იყო ყოველ შემთხვევაში რაღაცა ეგრე მგონია მე იმიტომ კიდე ჩვენ ხალხის სიკვდილით გვესაჯა იქამდე ვერ მოვიდოდი სანამ ეს მოვიდა. აი ესენი წერია განსხვავებები ქაღალდებში ყველაფერი. ეს შეაგროვა ეს აგერ ადიუტანტი ყავს ფეხში დაჭრილი ალექსანდრე ჭავჭავაძე ხო იცით დაჭრეს გრიშაშვილს უწერია ველის ციხელთან. ველის ციხეში მაგათ დიდი მიწები ჰქონდათ. მე ალექსანდრეს უწერია თავის რევოლუციაში რომ მე კახელი ვარო. ასე წერს. მთელი ცხოვრება კახეთში მიცხოვრიაო, ჩემ და სამარცხვინოდ ქალში არც ავყოფილო.
ასეთი უცნაური რამე უწერ ნახევარ თბილისი მაგისი იყო და ასე წერს ალბათ ამ სოფლის ქართს გულისხმობს და მამულებს და იმას ხო კახეთში კი ბევრი მიწამა აქ და ყველაფერი რაღაცას წერს ხა და აქედან არის ამის ამბობს და ამ ჭრილობაზეც აქ თავის ჩანაწერებში 5-6 წელიწადი მაწვალა ხანსად გამეხსნებოდა ხანსა სულ გადახვეული ხონდა ეს ფეხზე ნუ ეგრეა რო წაყვები მტერს არ უნდა ესროლა იმ კახებს უნდა ესროლა ხო იქ კაი ხალხიც შეაწყდა ეგ იყო თორე ეხლა არის ამბავი რომ რა ეს ამდენ ქაღალდებს რო აგროვდა და კასკდა ქართველებში ამბავი რომ იმპერატორს გამოუძახია პავლუჩი გადაყავს აქედან ეს აღარ იქნება თავარსარდა ქართველებმა ხო ეგრე იციან რა ვიღაცა რომ მოეწონება აქ ატყდა სერიოზული ამბავი ოღონ შენ არ წახვიდე ამას უნდა წასულა რა თქმა უნდა ეს ამბები არ უნდა კარიერის კაცია პულის საშუალოდ და დადის აკეთიქით ხმალაობს აი ჭკვიანი კაცი ზაქარია ანდრონიკაშვილიო გაზაფხულზევე ეს ზამთარია რა ეს კახეთის აჯანყება და მარტში უკვე გრიგოლი დაჭერილია რა და ვინც დასაჭერია გაზაფხულზევე ხმა გავარდა წერილი მოვიდა რომ იმპერატორსო ნაპოლეონთან ომები ახლდებაო ნუ 1812 წელია წარმოიდგინე მაგ მხრით რო შევხედოდე საკარა ხო და ეს ასეთი კაციო და ასეთი შინაკაცი ასე რომ ვთქვათ იმპერატორის იქ აღჭირდება ჯარებში ნუ გამოც ნაპოლეონი მოდის ასეთი რამეა იქ ნემაზე ეხა ეს გაზაფხული აგვისტოს ბოლოს უკვე ბოროდინოს ბრძოლას წარმოიდგინეთ ესეთი გარემოა და ეს ხო უნდა გამოიყენო ხო და ამიტომაც ზაქარია გაგზავნესო იმპერატორთან თხოვნით რომ დაგვიტოვე ეს ოქრო კაცი ეს არის აი როგორც ვარანცოს ანგელი ჩანს ეძახიან რუსები ხო არ უყვართ ეს ანუ კავკასიის მართლობაში არჩევენ ერმოლოვს რომლის მერე ალექსანდრე მაგის ხელქვეით იქნება რა ესეთი უფრო ნაღდი ასე რომ ვთქვათ რა მეების გარეშე ასე მოვექცეთ ისე მოვექცეთ ჟურნალ გაზეთები დღესაც ეგრეა ეს იმპერიული რუსები ესე ამბობენ რომ ერმოლოვი იყო კაცი არანცოვი ვაჭრუკანა ნუ დიდი გონების მაგრამ ეს პავლუჩი არის პირველი ვარანცოვი ოღონდ ემეთ გარეგნობით რომ იციან ახლა იტალიელია ზაქარიამ შესთხოვა იმპერატორისგან ალექსანდრესგან თხოვნა უარყოფილი იქნა ეგ კაცი აქ ამჯერდება მე მოქმედ ჯარში როგორ მოასწრეს ამ ორ სამ თვეში ასე როგორ გაქანდენ იქ ამ თხოვნით ეს არ ვიცი მაგრამ ნუ წერია ესა რომ თხოვეს და გაგზავნეს სპეციალური ელჩი რომ დაგვიტოვეთ პავლუჩი დაგვიტოვეთ ეს იტალიელი ვინძულო მე ოპერაზეც ეფიქრა იმას ცოტა ადრე ვერდიკი ჯერ არ იყო მაგრამ ეს კაც მოეწონათ ნახდათ ამ ეძახეშენ კოლაბორაციო გაგენერალებულ ქართველებს რა ეგრე დავარქვა ამასთან შეიძლება რა ესეთი ისინი ძალიან იმათ ექცეოდნენ ხისტად ძალიან ასე ისე ამან კარგად ჩაალაგაობს მაგათისთვის არ დაუთმე და ადიუტანტიც თან გახვა ალექსანდრე ჭავჭავაძე და წავიდნენ და წავიდნენ. იქ რაღაც ინტრიგას შეეწირა ეს. და მოქმედში აღარ იყო რიგის გუბერნატორად დანიშნეს. მერე ესტონეთი, ფინეთი ესენი მიუერთეს და კი იყო სამხედრო გუბერნატორი, მაგრამ ნაპოლეონთან ომებში თავი ეს არ არის თავგამოჩენილი კაცი. ეს ალექსანდრე წაყვა, არ ვიცი იქ რა მოხდა და ალექსანდრე მაგასთან აღარ იყო იქ. საბოლოო ჯამში ეგ მოხდა ეს ანუ ადიუტანტის ტიპია რა ეს ალექსანდრე. თქვი მე რომ ბევრი ნაუმარი აქვს, მაგრამ ადიუტანტი არსით. კიდე მერე მოხდა ბარკლაი დე ტოლის ადიუტანტად. ეს ბარკლაი დე ტოლი არის საბჭოთა პროპაგანდის მსხვერპლი კაცია დიდი და მოგიყვებით მაგას მე რა კახეთის აჯანყებაზე რა არის საინტერესო ხა უნდა თქვა 1831 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძემ დაწერა გამოკვლევა თავისნებით არა რა თქმა უნდა ნიკოლოზ პირველის სახელზე ასე წერია და არის შეკვეთა როგორც ექსპერტს საქართველოს 1801-21 წლებში უკვე ნიკოლოზ პირველი ეს დეკაბრისტების დამარცხება ისა და იმ კაცს ეთყო ხელახლა უნდა და რაღაც ცნობები და აქ ამბავს აირჩევდნენ ხა და თან მეუმარი იყოს თან წერა კითხვა იცოდეს თან ფრანგული იცოდეს ეგ ჯერჯერობით კიდე ეს ერთი იყო ეს ალექსანდრე
აქვს ეს თხზულება, რომელიც არის ნუ სრულად რა თქმა უნდა ქვეშევრდომული ეს არის რომ კაია რომ თქვენ აქ შემოხვედით რუსეთს კარგი უნდა და ესენი წერია. გრიშაშვილი ამბობს პირველი 9 გვერდით ცხადყოფს რომ ამ კაცს გადასარევად ცოდნია საქართველოს ისტორია და მისი სვებედი, ანუ წინ ექსკურსიც გაუკეთა. მეფისთვის სამუშაო დოკუმენტია მეფისთვის. მე ყვება ამ ამბებს რომლებშიც თვითონ მონაწილეობდა და ყვება ძალიან ობიექტურად და სულ აბრალებს მოხელ აი რასაც ვამბობ. აი ქართული შემრიგებლობის ესეც ერთ-ერთი გზა და ტაქტიკა, გაუბრალოება. არაფერი ბიჭებმა დალიეს და წავიდნენ აჯანყება. აი ეს ყოველთვის რომ გააუბრალო რა იმისთვის საჭე. ესეც ესე უუბრალოს. ერთი საზღვარი კაპიტანი ისპრავნიკიო სადღაცა მთებში ხალხს შეურაცხყოფდა მოკლესო და ციციანოს ვერავინ შეასმინა რომ ეს აჯანყება არ არის და დასძრა ჯარები. ასეთ რაღაცებს უყვება იმპერატორს. ხო და მე ხალხიც ეხა ჩვენთან ასია და უხსნის კარგად ამ ეთნოგრაფიას გარემოს, მაგრამ ყველაფერს აბრალებს რუს მოხელეებს, პატარადან მაგრამ ის გიჟი იყო, ეს ასეთი კაცი იყო, ეს მეგრთან იყო, ასეთ რამები წერია ამ იმაში. რო იცოდეთ თქვენ, აი ეს ყველაფერი ამიტომ ხდებოდა, ჩვენო რუსები კი გვიყვარსო. მე იქ არის ერთი საბუთი, რა ქვია, ეს პავლუჩი ხო ამ მოლაპარაკებებს ცდილობდა კანხეთში რომ ჩავიდა ვიღაცა გამოუხდა არ ვიცი მე რაღაცა თქვა ამან არ ვიცი თავადი არ ვიცი დაბალი წოდების და იმან უთხრა იქ სიტყვა და ძალიან თავხედი სიტყვა გამოჩნდა ესა მაგრამ ამას მოახახეს რომ აიო როგორ აგიხსნათ რომ რა იყო სინამდვილეში ესე ვარ ჩვენო რუსებს საშველად მოვიწვიეთ თქვენი იმედი გვაქვს ესა თქვენ რა ასაკეთებთ ჩვენ ძალიან გწვენია რომ უყოლავთო მაგას კაცებსო და თან ხო სრავდნენ დაუნდობლად ძალიან გწვენია მაგრამ მეტი გზა არ აქვს ქრისტიანები ვართო და ქრისტიან კაცს მოკლა არ გვიხარ ასეთი ღრმა ისეთი ტექსტია რა ეს საპასუხო ტექსტია თავის დროზე ამ პავლუჩი და როგორც ჩანს ამასაც ეს დამახსოვდა აი ესეთ რაღაცებს ეყრდნობა რა აქო ჩვენო ძალიან რაინდულად უყურებთო ყველაფერსო და ესო ოჯახ ანუ უყვება რომ აქ ეს არის დასაწავი და თუ ეს არის დაცული ყველაფერი კარგად ანუ ბოლომდე მანდავართ ასეთი ტექსტია და მე მოყვება კომერციის ამბებსაც რომ აი რა შესაძლებლობები აქვს ამ ქვეყანას რა ნუ ეს ახლა მისი პირადი ინტერესი რაც გამოარჩევდა ამ კაცს ეს იყო და ერთ-ერთი პირველი იყო ქართულ თავადებში ვინც ესა ასე რომ თქვა გამართა მეურნეობა ისე რომ სანიმუშო იყო და კახეთში ხო თავიდანვე ერთადერთი იყო მალხაზ ანდრონიკაშვილი აქაურ ცნობილს თავი და ივანე მალხაზიჩი გენერალი ვინც იყო რა ცნობილი იმაზე ესეთი ანეკდოტი რომ ახრა მეურნეობა ესეც საჩვენებელი ხალხი იყო ესენი ვინც არ გაანიავა იმიტომ რომ 90%-მა ხო გაანიავა და მალხაზიჩო გიყურებო 70 წელიწადში როგორ აშენებ და აშენებო ან შემამულსო რა მიგვირსო მე კიდევ ჩემი მეზობლის მიგვირსო რა ვიღაც თავადზე აფობს ივან მალხაზიჩი რა თავდა 30 წელი ანგრევს და ვერ დაანგრია ბიჭო მამამისმა ისეთი ააშენა ესეთი მდგომარეობა და ნუ იქ ბოლოში არის ეს ანუ ამ ამბებს თანაც რაღაცა ისეთი პირადი ტექსტებიც აქვს ამას მარტო ეხა ლექსი და განცდა და ის და იმ ლექსებშიც არაფერი ესეთი ამაზე არ არის რომ ჩვენ ვიფიქროთ რომ აი ბედი ქართლისა და ასეთი ამბავი მან არ არის არის რაღაც ცხოვრება ამავება და ნუ სიყვარული და დიდი წადილის სიყვარულის დიდი განმეორებელია ამის ამბები უცნობია თუმცა ევროპა წინ არის იქ რო ბოროდინოს ომია და აი ეს დიდი გზნო ალექსანდრე არ არის მაგის მონაწილე მე მგონი მაგ დროს ეგ ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია იქ არიან ეს ქართველები გენერლები ბევრი ახლა პეტრე ბაგრატიონი ანუ რუსი უფრო აი იმავე თაობის ხალხი არის ნაკალების სახელის და იმის რა ქვია სამხრეთი და ორდენის მაგრამ ეს იაშვილები არიან და ფანჩულიძეები სიმონი და ივანე განსაკუთრებით ეს ლევან იაშვილი ყველა ნახოთ ამ იაშვილის პორტრეტი ცოტა შეფრთხებით მაგი იქ იყო პავლე პირველს უკალავდნენ შანდალი თუ არა მეორე შანდალი მაინც ეჭირა ასეთი მაშ პოლკოვნიკი იყო და მე რეგენ წამოყარეს ის პოლკოვნიკები იყო ეს დადიოდნენ აქეთ ამაყად ხმარი გავარდნილი რომ ალექსანდრე ბატონიშვილი კახეთშია
ხო და ჩვენ როგორი არის ბოლო მეფე დაკურთხეს და აგერ არის კიდე ერთი კაცი და სპარსელებიც მოვლენ ეს ომი ამ დროს არ უკვე წისჩები დანიშნული რა მთავარსარდლა და ამ ჯერზე თითქოს იყო იმედი რომ სპარსელები მეც მოახმარენ ალექსანდრე ბატონიშვილს მაგრამ ღვთისმშობმა რა ქნა ღვთისმშობმა გამოაცხადა ჯილდო 20,000 მანეთი ოქროთი ვინც მოიყვანს ამ ღვთისმფრიდან გადავარდნილ უკანასკნელ ბატონიშვილს ვინ ჩამაბარებს ხო და დიმიტრი ორბელიანი დანიშნეს სარდლად მაგრამ ალექსანდრე ბატონიშვილის საოცრება რა არის ვერასდროს ვერ პოულობენ ეხლა მან ყაზახის მოურავი იყო იოსებ ბებუთაშვილი აი ადრე რო გარსევან ჭავჭავაძე იყო ეხლა ეს მოურავი აღარ მართავს რა ნუ მაგრამ ეგ თანამდებობაა და ამას ვფიქრია რომ ეს 20,000 მანეთი კაი ფულია მაგრამ დიდად კი არ იცის სად არის მაგრამ ქართული იცის კაცო და საიდან შემოვა ახლა ეს დიდად გარკვეული არ არის და ამბობენ ლეგენდებს 15,000 კაცი მოყავს ნუ ხალხი უკვე იმაზეა რა ხილას არ მოყავდა იმ საწყას ძალიან ცოტა მოყავდა მაგრამ აი 15,000 მე ეს აქვე სახანოები მოყვებიან ეხლა ამ ხელა კაცი აბას მირზასთან ერთად იყო ომობდა ახალქალაქში აი საცაპაოლუჩი და ამან ვერ გააჩერეს ეს ჩვენ ისტორიაში ესე იყო რომ ეს არის რეაქციონერი გადაბირებული კაცი ესე ეწერა რომ დაიწყო ეროვნული მოძრაობა და გამოჩნდა ის ბაირაღი მიტინგებზე და ხალხმა არ იცოდა ვინ იყო ვინ არის ეს წოწოლა ქუდიანი კაცი მაშინ ესე ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მის სურათები გამოგქონდა და ქაქუცაზე კიდე ამბობდა ვიღაცები რომ ესე ქაქუცა და უცბად ეს მეორე კაცი ვინ არის კაცი ეგ იყო სწორედ რომ ეს რა შეურიგებელი კაცი ვინც ბოლომდე ხო და ამ იოსებ ბებუთოვმა გაუხაზა 4 გზა ერთ სარგი გიხაზა თუ რომ ყაზახზე მოვაო და ყაზახზე მევარო და მე ხო არ გამოვატარებ და ეს ძველი გზები ძველი ქართული გზები აქეთ იქიდან დაუხაზა თუ შემოვა ქართლში ესე შემოვა თუმთაში წავა ესე წავა შეკრეს ეს გზები არის ერთი ამბავი იქ რაღაცა მე ლაპარაკი იყო რომ მაგას ლეკებიც მიუდგენ ლეკებში ხო სხვაობაა ყველა ის ლეკებიც არ გამოვიდა არც ერთი აჯანყების დროს რა რომ ლეკებს მოიყვანენ მაგათი იქ მე ომებია ჭარში რუსები ნუ ეს ჭარი ხო დასა ყველაზე ერთ-ერთი დაუმორჩილებელი და მეფეებიც ჩვენი მაგას გადაყვენ მაგჭარს უცბად არის და ფასამაში რა ქვია თიანეთში ამოყო თავი ისევე თიანეთი გავარდა ხმა თიანეთშია ბატონიშვილი და დაეძრა მთელი მთა აბა ბაირაღები ისე ანუ ხელახლა ეს ყველაფერი სამი თუ არ გასულა რა ქვია შემოდგომაა უკვე და ბატონიშვილია თიანეთში და აბა ფიცება ყველაფერი ისა მაინც კახეთი აირჩიეს მერე ხმა გავარდა შემოდგომა ეს შეგძა ნოემბერია ალექსანდრე წასულია უკვე აღარ ეხებათ ეს მეორედ რომ გამოვიდეს ქართველების მტრად გამძვროლია ამბიდან რა გოხდათ იქ ბევრი მთიდან ძალიან ბევრი ხალხი მოეხმარა კანხელებიც მოეხმარენ და ნოემბერი ხმა გავარდა ნაპოლეონმა მოსკოვში შევიდაო ერთი ხა დარჩენილი რომ პეტერბურგში უნდა შევიდეს და ვისვე მონებით ჩვენაო თავის ქვეყანა ვერ დაუცა ეს სულია და გადამწყვეტი ომი არის შილდასთან განარჩენის შემდეგ